16 წლის წინ რუსეთმა წამოიწყო ფართო მასშტაბიანი სამხედრო აგრესია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი სამხედროების და საქართველოს რიგითი მოქალაქეების გმირული თავდადების ხარჯზე. ასევე ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად. დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართო მასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკვე უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა და რომ გრძელვადიანი მშვიდობა გადის ნამდვილი მეგობრების და ნამდვილი მოკავშირეების არჩევაზე. ასევე თითეული ჩვენგანის ყოველდღიურ ძალისხმევაზე მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის გადახდილი თითეული სიცოცხლე გვახსოვს და პატივს მივაკებთ. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე. იქ, სადაც არის ნამდვილი სამართლიანობა, ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა, ნამდვილი განვითარება. ეს არის ევროპული კავშირის ერთიანი ოჯახი. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს.